გამარჯობა, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი, მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია და დღეს ვუძღვები ამ გადაცემას. ამ დროიდან უკვე შეგვიძლია მივიღოთ თქვენი ზარები ნომერზე 557-88-95-88. ვიდრე გადაცემის მთავარ თემას წარმოგიდგენდეთ, მინდა სამძიმარი გამოვაცხადო 69 წლის ასაკში მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა. უსამძიმრებთ ოჯახის წევრებს და ახლობლებს მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალება ნამდვილად დიდი ტკივილია მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. აქვე კიდევ ერთი ძალიან მძიმე ამბავი უნდა გაგაცნოთ. გუშინ საღამოს მოხდა ასეთი ტრაგიკული შემთხვევა ქუთაისისა და ბათუმის შემოვლით გზაზე. ავტოავარიის შედეგად 4 ახალგაზრდა გარდაიცვალა, ზუგდიდელი ახალგაზრდა ბავშვები. მოკლედ ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, აფეთქების შედეგად ორივეს ცეცხლი გაუჩნდა და მოკლედ ასეთი ტრაგიკული დასასრული მოჰყვა. უბედურ შემთხვევას უსამძიმრებ აქვე ოჯახის წევრებს, მთელ ზუგდიდს და საერთოდ საზოგადოებას ყველას, აბსოლუტურად ყველას 4 ახალგაზრდის დაღუპვა ეს მართლაც უზარმაზარი ტრაგედიაა. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ გადაცემაში დავსვათ ასეთი შეკითხვა. უნდა გამკაცრდეს თუ არა მართვის მოწმობის გაცემის წესები? აქვე ასაკობრივი შეზღუდვა უნდა დაწესდეს თუ არა კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად დღეს სახეზე გვაქვს, რომ 16 წლის მოზარდს უკვე შეუძლია აიღოს მართვის მოწმობა, უნდა შეიცვალოს თუ არა ეს ასაკი, მაგალითად 20-25 წლის ასაკამდე არ უნდა გაიცემოდეს თუ არა თქვენი აზრით მართვის მოწმობა. ძალიან გახშირებულია ასეთი უბედური შემთხვევები სამწუხაროდ და მე მინდა სტატისტიკა გითხრათ, რომელიც შოკის მომგვრელია. საშუალოდ საქართველოში ერთ წელიწადში 5600-დან 6000-მდე ავარია ფიქსირდება, გარდაცვალების რიცხვი კი ასეთია, 400-დან 480 ადამიანამდე გვიკვდება წელიწადში, დაშავებულთა რაოდენობა კი 7000-დან 8000-მდე ემერყეობს წლიურად საშუალოდ ვიმეორებ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ერისთვის, რომელიც ყოველდღიურად მიდის გადაშენების გზისკენ და ამაზე მეტყველებს არაერთი კვლევა და დემოგრაფების განცხადებები, მათ შორის გაეროს მონაცემებიც ამას ადასტურებს, არ ყავს ჩვენ არავინ დასაკარგი და რა არის აქ გამოსავალი. აქვე ჩვენ სატრანსპორტო საკითხებსაც შევეხებით, რა თქმა უნდა, ტექდათვალიერება უნდა გაუქმდეს თუ არა, რაც ძირითადად კორუფციის ბუდეთ გადაიქცა ამჟამად. ადამიანები ახლობლებისგან თხოვულობენ, ასე ვთქვათ, ავტომანქანის ნაწილებს, ასე ახდენენ შემოწმებას და შემდეგ ისევ აბრუნებენ ამ ავტომანქანების ნაწილებს უკან. აქაც კორუფცია, აქაც რაღაც არაჯანსაღი სისტემაა, არაფრის მომტანი და არანაირი შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა ეს ტექდათვალიერებების სისტემა, რაღაც უფრო სხვა და საინტერესო უნდა მოვიფიქროთ. ჩვენ ხშირად გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ფასიანი პარკირების ადგილების შესახებაც მოვამზადოთ გადაცემა და დავსვამთ ამ შეკითხვას. უნდა იყოს თუ არა თბილისში, დიდ ქალაქებში პარკირება ფასიანი? ქუჩებში, ჩვეულებრივ ქუჩებში, ამას გულისხმობ. ახლა შესაძლოა გამონაკლისი იყოს სამთავრობო უწყებები და მისი მიმდებარე ტერიტორიები ან ძალიან ცენტრალური უბნები, მაგრამ საერთოდ რამდენად ჯანსაღია ის, რომ საკუთარ სახლთან ზოგიერთ ადამიანს პარკირების გადასახადის გადახდა უწევს, თუ კი ავტომანქანას გააჩერებს. ზარია, პირველი ზარია, გისმენთ? ტელევიზორს უნდა დაუწიოთ ხმა და მოგვიანებით ხელახლა გადმორეკოთ 557. ბოლომდე უნდა გამოვურთოთ ტელევიზორს ხმა, პატივი გვეცით ჩვენც და ჩვენს მაყურებლებსაც და რადიო მსმენელებსაც. ნუ დარეკავთ აწეული ტელევიზორის ხმით, სხვა შემთხვევაში მოგვიწევს რომ გაგთიშოთ. 557-88-95-88 უნდა გამკაცრდეს თუ არა მართვის მოწმობის აღების წესები და უნდა დაწესდეს თუ არა გარკვეული ასაკობრივი ბარიერი, მაგალითად 16 წლის ბავშვებს რომ აღარ შეეძლოთ მართვის მოწმობის აღება. ხშირად რაღაც შეჯიბრებებს აწყობენ ეს ბავშვები, ხშირად გადაჭარბებული სიჩქარით დადიან და ხდება ეს უბედური, ტრაგიკული ფაქტები. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა, ილიაშვილო, გენახავთ. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, და გამკაცრდეს ასაკობრივი შეზღუდვა უნდა იყოს შვილო, მაგრამ
ვინ გაგვიკეთებს ვინ? ჩვენ თავრობა ყავს, ყველგან კორუფცია შვილო. არც კი დადიან ახალგაზრდები, ისე იღებენ პრავას. რა კვირაში შეიძლება ოქროში ერთხელ გაიარონ და რადგან ალბათ რაღაცის სანაცვლო, თორე ისე პრავას ვინ მოგწევს. რაც შეეხება იმას, რა ქვია, საპარკინგო ის რო არის. აი კორუფციაო, წეგან ახსენებდი გზებზე. დიახ. ერთი მე ვეკითხები, ჩვენ თავრობას და გიდა მოვსვეთ და გიდა წასული. მამამისმა მიუსაყის რა, მიუსაყუთ რა ეს ადგილები, რომ გარანტა თასებს ახდებინებე. ვერ გავიგე კაცო, მოდიან სათავეში საბატონო, საბლატაო. მიხედავ ხალხს მათო გზებზე რომ ლაპარაკობენ და რაღაცა შეგებლობებზე. ესენი მაგათი გამორჩენებია და იმიტომ აკეთებენ და ჩვენ მოსკრობა სიღარიბეში რომ კვდება და ძრება სული. თუ კი ასეთი კეთილები არიან, რატო ვერ ხედავ? პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, ახალგაზრდობა, ბაზარი, აფთიაქი, რატო ვერ ხედავ? არაფრის იმედი არ ყოფილა 35 წელიწადია და არც ამის იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ მოდიან ჭამლები, თავიანთი კეთილი საქმეებისთვის, თავიანთი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ბიზნესებისთვის, აი, კარგი ცხოვრებისთვის და ხალხს იყენებენ მათო წინა საარჩევნოდ და ასე მიყავთ ჩემი ცხოვრება. ჩვენთვის არაფერი არ იქნება, არ შეიცვლება შვილო, იმიტომ რომ ფული ისეთი რამეა, ყველას და ყველაფერს ცლის. მადლობა თქვენს არისთვის, გასაგებია. უნდა გამკაცრდეს თუ არა მართვის მოწმობის გაცემის წესები. ჩვენ ძალიან მძიმე ფაქტი ვნახეთ გუშინ საღამოს, როდესაც 4 ახალგაზრდა ტრაგიკულად დაიღუპა ქობულეთი ბათუმის შემოვლით ცენტრალურ მაგისტრალზე. 2 მანქანა ერთმანეთს შეასკდა, ცეცხლი გაჩნდა, 3 ახალგაზრდა უпростоრ ასაკი ზუსტად არ არის ცნობილი. 3 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოში და ვლოცულობთ რომ ისინი გამოჯამრთელდნენ. ამ ტრაგიკულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში სატრანსპორტო საკითხები და მიმართულებები. როგორც მე გადაცემის დასაწყისში გაგაცანით, წელიწადში 6000-მდე ავარია ხდება. 480-მდე ადამიანი კვდება ყოველწლიურად ავარიებში. დაშავებულთა რიცხვი 8000-მდეა ხოლმე. ეს საშუალოდ 1 წლის განმავლობაში. შევეხოთ იმ კომპანიას თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულს, რომელიც ჯარიმებს გამოსწერს მძღოლებისთვის, რომლებიც, ვთქვათ, პარკირების საკითხებთან დაკავშირებით არასწორად დააყენებენ ავტომანქანას ან სხვადასხვა მიმართულებებია. რაღაცნაირად ჩვენ მივიღეთ City Park-ზე უარესი თითქოს ადამიანს საკუთარ სახლთან ავტომანქანას თუ გააჩერებს, ართმევენ ამ მანქანას, მიიყავთ, არის ასეთი შემთხვევები საკმაოდ ბევრი. ან კიდევ ფასიანია მოქალაქის საცხოვრებელი სახლის წინ, დიდ შემთხვევებში, ბევრ შემთხვევაში პარკირება, რატომ უნდა იყოს მართლაც რომ ფასიანი ეს პარკირება? ან ტექნიკურმა დათვალიერებამ, დათვალიერებას რომ ეძახიან, რაღაც კორუფციის ახალი ბუდე შექმნა. რაღაც სიყალბე შექმნა, ადამიანები ნათხოვარი ნაწილებით მიდიან ამ შემოწმებაზე, იქაც დიდი ფული უნდა გადაიხადონ და შემდეგ აძლევენ ამ მოწმობას, რომელიც არაფრის მომტანი არ არის საბოლოოდ და ამ ნაწილებს უკან აბრუნებენ. ბევრი საკითხია, კარგი იქნება თუ მძღოლებიც დაგვირეკავენ და უფრო სიღრმისეულად ამ თემებზე თავიანთ პოზიციას გვეტყვიან. მორიგი ზარია. მოგესალმები ილია-შვილო. დიდი მადლობა, მოგესალმებით. უბრალოდ ყოვლისა მიუსამძიმრო, როგორც მამუკა ჩარპიანის ოჯახს, ასევე იმ 4 ახალგაზრდის ოჯახს, რომლებიც ავიაკატასტროფის დროს დაიღუპნენ. ეხლა შვილო ნამდვილად უნდა გამკაცრდეს მართვის მოწმობების გაცემის პროცესები. ეს მართვის მოწმობები უნდა გაიცეს ჩამოყალიბებულ სრულყოფილ და ჯანმრთელ ადამიანებზე. მე ვიცი რომ ბევრი ეპილეფსიანი მართავს მანქანას და აქ მართვის მოწმობები. როგორ და რანაირად აქვს აღებული ეს არ ვიცი. აქედან გამომდინარე ნამდვილად უნდა გამკაცრდეს. დიახ. მადლობა მოსმენით. მადლობა თქვენ ზარისთვის.
დიდ ქალაქებში საცობების პრობლემაც არის, ეს როგორ უნდა გადაიჭრას თქვენი აზრით, რაში იქნება გამოსავალი? ჭარბი რაოდენობით არიან მანქანები დიდ ქალაქებში და ეს უკვე თვალშისაცემი გახდა და ძალიან შემაწუხებელიც გახდა. აქაც რაღაც რეგულაციაა მისაღები, რაღაც წესია მისაღები. ჰაერის ხარისხი საშინელია, ეს გამონაბოლქვი გვწამლავს ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, განსაკუთრებით თორემ სოფელშიც და რაიონშიც არის ხოლმე ასეთი ჰაერის პრობლემები ზოგ შემთხვევაში. ვიწამლებით ყოველდღიურად ამდენი ავტომანქანით. და ეს არ არის საჭირო, რომ ერთ ოჯახში მაგალითად 5 ავტომანქანა ყავთ, ასეთი შემთხვევებიც არის. ფიქსირდება ეს. უნდა გამკაცრდეს თუ არა მართვის მოწმობის გაცემის წესები, ამ თემას ვაყენებთ დღევანდელ ინტერაქტივში. უნდა დაწესდეს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა მართვის მოწმობის აღებაზე, დღეს მაგალითად 16 წლის ბავშვს შეუძლია აიღოს მართვის მოწმობა არასრულწლოვანს. ეს მიზანშეწონილია თუ არა თქვენი აზრით? შემდეგ ეს ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რაღაცნაირად სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებია, ხდება ეს საშინელი ავარიები, რაც გულს გვიკლავს და ამიტომ ვღელავთ და ნერვიულობთ, თორემ ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ რამით დავაბრკოლოთ ახალგაზრდები. პირიქით, ხელი უნდა შეუწყოთ და სხვა პერსპექტივა გამოუჩინოთ, სპორტით დავაინტერესოთ და ასე შემდეგ. ზარია, გისმენთ? მოგესალმებით. ადრესაურე თეორიისკენ. დიახ. ესე იგი, აქტიურობით მონაფეცია. რესპუბლიკური მნიშვნელობის გზა არის. ისეთი ცუდი სიტუაცია, რომ თვითონვე აქვს შეზღუდული 40-ზე სიტყვა. უამრავი წერილი გავაგზავნეთ, თავრობაში გავაგზავნეთ, არაბრუნებენ პასუხს. აქტის გამგეობაშიც გავაგზავნეთ და სამიწია ვერ აბრუნებენ, განარამეთ ერთეშადა. ოდა, იქნებ დაგვეხმაროთ და გააშუქეთ ეს საკითხი რა. მადლობთ, კარგად ვერ გავიგე რა საკითხს ეხებოდა, მაგრამ ალბათ მაყურებლებმა და რადიო მსმენელებმა გაიგეს. მადლობა თქვენ რომ დაგვირეკეთ, თუ რამეს შევძლებთ, დაგეხმარებით, გაშუქებაში ბუნებრივია. 557 88 55 88. უნდა გამკაცრდეს თუ არა მართვის მოწმობის გაცემის წესები, ეს ჩვენი შეკითხვაა დღევანდელ ინტერაქტივში. ეკრანზე მითითებულ ნომერზე შეგიძლიათ დაგვირეკოთ და გვითხრათ თქვენი სათქმელი. სატრანსპორტო თემას და მიმართულებებს ვეხებით ჩვენ გადაცემაში და მოდით ჯარიმებსაც ვისაუბროთ. ძღოლებისთვის დაწესებული ჯარიმები რამდენად სამართლიანია. საერთოდ ფასიანი უნდა იყოს თუ არა პარკირება დიდ ქალაქებში. რაღაც იშვიათი გამონაკლისები არ მაქვს ახლა მხედველობაში. სამთავრობო უწყებები იქნება ეს თუ ძალიან ცენტრალური უბნები. ზარია, გისმენთ? გამარჯობათ. მოგესალმებით. რაც შეეხება მართვის მოწმობის აღების წესებს, როგორც ინფორმაციას ეს აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტს. 16 წელი ახსენეთ თქვენ და ეგ არის კუთვნის B კატეგორიის მართვის მოწმობის აღებას. და გაუმჯობესებას ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება იყოს თვითონ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მეორე მხრივ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება. ასევე კიდე ტექნიკურად გაუმართავი მანქანები, მეორადი მანქანები, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ესეც გარკვეულწილად საფრთხით მცველია. აი, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, თუ შეიძლება, პარკირება უნდა იყოს თუ არა ფასიანი, ეს თემა დავსვით დღეს ჩვენ. ეგეც ერთ-ერთი სტანდარტია იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოებაზე შეჭრა, რომ გადავიდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ანუ დათმოს საკუთარი კერძო მანქანები. ანუ რაც უფრო ძვირია მანქანის შენახვის ხარჯები, მით უფრო мотиваცია იზრდება, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდეს. და შეცვალა რამე ამ სტანდარტმა თქვენი აზრით უკეთესობისკენ? იცით რა, როცა საჯარო მოხელეები გადავლენ საჯარო ტრანსპორტით, ისარგებლებენ მოსახლეობას გადავა. ეხლა პირდაპირ პროპორციულია თუ საჯარო მოხელე მერი იქნება ეს თუ საკრებულოში მომუშავე ნებისმიერი საჯარო მოხელე თუ საკრებულოს წევრი პირობითაც ვამბობ არ ზრუნავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და თვითონ სარგებლობენ კერძო მანქანებით ისინი არ ზრუნავენ სამოქალაქო ტრანსპორტის განვითარებაზე. ფეხზე კიდიათ, მეტროში ჩადით, აბა რა ხდება? ან ავტობუსებში ადით რა ხდება? ვინმე გინახიათ ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც უგზავრია საჯარო ტრანსპორტთან? არა, თითქმის ვერ ვიხსენებ ნამდვილად, დიახ. გინდა იქიდან, გინდა აქედან. დიახ.
ხო და როცა თვითონ ისარგებლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მე მიხვდებიან რა ჭირს იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტს გამოსასწორებელი. დიახ. ხო და ის სტანდარტი რაც არის ახლა ბუნებრივად მაგას ვერ გავაკეთებთ, უნდა იყოს ფასიანი პარკირება. კეთილი, მესმის თქვენი შეხედულება, მადლობა რომ დაგვიკავშირდით. უნდა გამკაცრდეს თუ არა მართვის მოწმობის გაცემის წესები. ჩვენ პარკირებაზე ვსაუბრობთ, უნდა იყოს თუ არა ფასიანი. ტექდათვალიერებაზე რას ფიქრობთ, რამდენად ეფექტურია და თუ არ არის ეფექტური, უნდა გაუქმდეს თქვენი აზრით თუ არა და ჩანასვლდეს რამე უფრო მოქნილი სხვა სისტემით. რაში ხედავთ ამ მიმართულებებთან დაკავშირებით გამოსავალს, ამაზეც ვისაუბროთ, მოდით, ღია ეთერში, ნებისმიერი მოსაზრება ჩვენთვის საინტერესოა. 557 88 55 88 ბოლოს არის ავტორმა სამოქალაქო ტრანსპორტი ახსენა, ხომ? აი აქ უამრავი პრობლემა გვაქვს ჩვენ მეტროსადგურები, მაგალითად დედაქალაქში ხშირ შემთხვევაში მოუწესრიგებელია. გულისხმობ ინფრასტრუქტურას სისუფთავეზე არ მაქვს რა თქმა უნდა აქცენტი. ადგილების ნაკლებობა ტრანსპორტში, განსაკუთრებით პიკის საათებში, ეს ყველგან შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ აი მაგალითად დედაქალაქში სამჯერ ნაკლები რაოდენობის ავტობუსია, ვიდრე მოსახლეობით იგივე სხვა ქალაქებში, დიდ ქალაქებში, სოფლიოში. და ამიტომ არ ყოფნის ეს ტრანსპორტის რაოდენობა დედაქალაქს და ესეც ძალიან დიდი პრობლემაა. როდესაც ჭირდება ყველაზე მეტად ადამიანს ტრანსპორტი, მაშინ არ არის ეს. დილის საათებში შესაძლოა ან გვიან ღამით უკვე აღარ იყოს ეს გადატვირთული, მაგრამ ხომ ხდება სამაგიეროდ აი პიკის ყველაზე მნიშვნელოვან საათებში ეს სირთულეები. უნდა დაწესდეს თუ არა აქვე ასაკობრივი შეზღუდვა მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით, ხომ? აი 16 წლის ასაკში უნდა გაიცემოდეს თუ არა რაიმე კატეგორიის მართვის მოწმობა ახალგაზრდებზე. აი ამასაც ერთ-ერთ კითხვად ვაყენებთ. ჩვენ ამ თემის მომზადებაში დაგვაგონა იმ დიდმა ტრაგედიამ, რომელიც მოხდა გუშინ საღამოს 4 ახალგაზრდა გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად და ძალიან გახშირებულია სხვათა შორის ავარიების რაოდენობა საქართველოში. საშუალოდ წელიწადში ხდება ჩვენს ქვეყანაში 8000-მდე, უпростод 6000-მდე ავარია, 480-მდე ადამიანი გვიკვდება, საშუალო მონაცემებს ვამბობ ვიმეორებ და 8000 დაშავებული გვყავს ხოლმე. ზარია, გამარჯობა. ეთერში ხართ, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. ობიექტივი გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ. კარგით, არ არის კავშირი, რა გაეწყობა? და ბევრი ადამიანი იმასაც წუხს, რომ ამდენი ავტომობილით როდესაც ივსება დიდი ქალაქები, შემდეგ ჰაერის ხარისხი წარმოუდგენლად ფუჭდება და უარესდება. და ეს ვნებს ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, პერსპექტივაში კი იწვევს უამრავ სხვადასხვა დაავადებას სამწუხაროდ. ზარია, გისმენთ? გამარჯობა. მე რამე გიქრაფით რომ ესე იგი Enactus calabero gamouda, city party rambaui apilarie. Utlar veneti arasachio da. Ეხლა ოჯახიდან თვითონ მანქანა მაინც საკმერომ თვითონ ადამიანს ვიძიდა. ვერ გავიდე ვინიცებს გადახვას 50 ლარი რომ გადადა city park. ეს ერთი და მეორე უტანგიბლო ვინპარკი მოძახის ბატარგე სახელმწიფო გონები და პეტროვარიან კატასტროფა დამბრაიფეთუნდა. და ყველაფერს აკეთებენ ძალიან თუდად და ყველაფერს უკუღმა აკეთებენ რომ ქართველი პარტი დავარაუდეს ქართველი პარტი. შეიზღუდოს და გაიქცეს ამყოფნობა. მე არ ვიცი. მე არის ფიქრობ რომ საფრთხეებულია მაგათ აღაკეთება. მე რასაც ვაკვირდები ეგენი არ არიან ტემპი. არიან რა ვიცი. მადლობა თქვენს არისთვის, რადგან City Park-ი ახსენეთ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ 2012 წლამდე იყო პირდაპირ დაპირებები დღევანდელი მმართველი გუნდის მხრიდან, რომელიც მაშინ ოპოზიციაში იმყოფებოდა, რომ ისინი გააუქმებდნენ City Park-ს, რომელიც კორუფციის ბუდე იყო, მილიონობით და ასობით მილიონ ლარს შეულობდნენ ყოველწლიურად და ადამიანებს ძალიან უსამართლოდ უწესებდნენ სხვადასხვა სახის ჯარიმებს, მაგრამ როგორც კი თვითონ მოვიდნენ, სახელი გადაარქვეს ამ City Park-ს, შექმნეს მერიის დაქვემდებარებაში არსებული უფრო უარესი და უფრო საშინელი ორგანიზაცია, რომელიც დღემდე
სისხლს უშრობს მძღოლებს. ზარია, გისმენთ? მოგესალმებით, ტელევიზორს ხმა გამოურთეთ და დაიწყეთ საუბარი. გამარჯობა. როგორ შეიძლება 16-17 წლის ბავშვს მართვის მოწმობის მიცემა? დიახ. თუ კი უმაღლეს სასწავლებელში 5 წელია სწავლება, ორ თვეში სწავლებს როგორ აძლევენ? ფულის ერთ-ერთი საშუალო სწავლა ამ ჩვენი ქვეყნის მთავრობისთვის. ეს როგორ შეიძლება? ერთხელ ჩაიწება, მეორედ ისევ გადაიხდის ფულს, მერე აძლევენ მართვის მოწმობა და სამედიცინო და სკოლობა, რა განსხვავება თუ სკოლს მეტი პარტიკულება არ აქვს აღებული. დიახ. მადლობა თქვენ ზარისთვის 5-5-7-98-55-98 ძალიან რთული დღეებია რატომღაც გუშინ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების ამბავი გავიგეთ. გუშინ საღამოსო შემდეგ ეს ტრაგედია მოხდა 4 ზუგდიდელი ახალგაზრდა დაიღუპა ქობულეთი ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად. დღეს უკვე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების ამბავი გავიგეთ. სხვათა შორის ნინო ჩხეიძე გარდაიცვალა, ქალბატონი, რომელიც ობიექტივის ხშირი სტუმარი იყო და უძღვებოდა აქტიურად სოციალურ მიმართულებებს და სტუმრად იყო ხოლმე ჩვენთან. უსამძიმრებთ მის ოჯახსაც, რა თქმა უნდა, დიდი გულისტკივილით გარდაიცვალა ვალერი კვარაცხელიას ძმა. დღეს წავიკითხე ეს ინფორმაციაც Facebook-ში. აი ამ ბოლო დღეებში სულ გვესმის გარდაცვალებების შესახებ უამრავი ცნობა და მართლაც დამძიმებულები ვართ ამის გამო. ზარია, გამარჯობა. დიახ. ეს დიდი უბედურება. ალო. ეს ძალიან დიდი უბედურება. ხმამაღლა ისაუბრეთ და გარკვევით ძალიან გთხოვთ. გავიგეთ რომ დიდი უბედურებაა, შემდეგ გააგრძელეთ თუ შეიძლება. ძალიან ცუდად დაიარერებია. დიახ. ძალიან სასწაულს ხანაში მიწეს ყველა დროს შეარული. მე რასაც უყურებ, მე არ ვიცი, მე ამისამე არ მოხდა. ძალიან ახალგაზრდა ბავშვები, BMW, აგაზავები, მუსიკები, მაგათ ვენაცოლე ყველას მე. მაგათ შემოვლე. რაღაც კანონი შემოიღოთ კიდე რა. აუცილებელია. მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. დღევანდელ ინტერაქტივში გვაქვს ასეთი შეკითხვა, უნდა გამკაცრდეს თუ არა მართვის მოწმობის აღების წესები, ასაკობრივი შეზღუდვა უნდა შეიცვალოს თუ არა, დღეს 16 წლის ახალგაზრდებსაც შეუძლიათ მართვის მოწმობის აღება. შემდეგ სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებია და აი ასე მივდივართ სამწუხაროდ ზოგ შემთხვევაში ტრაგედიამდე და დასაკარგი ახალგაზრდები ჩვენ არ გვყავს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ 4 ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საზოგადოებას და ვუსამძიმრებთ დიდი გულის ტკივილით. მორიგი ზარია. გური მიკუდება ასეთი მდგომარეობით. საშინელება ხდება, მაგრამ თავარი ის არის, რომ ბევრი დაუჭრელი მძღოლი დადის ქუჩაში. ბევრი არ ისჭება არაფრისათვის. პარლამენტარი დაუშვათ ნაცავი დაჯდება როგორც იქნება. მისი მძღოლი, მთავრობის მძღოლები და ასე შემდეგ, მაგათ ინფლუენცია აქვს მინისტრული, სადაც უნდა უხლევენ, სადაც უნდა გაშლიან, როგორც უნდა და ქვეყანა მიაქვს კორუფციას და მათ შორის ეს ამ მოწმობის აღება ბევრ სახში აქვს აღებული. ასეც ხდება. დამკვეთდა ქვეყანა უნდა წიოდეს. ის კი არა მთავარი რომ არ მიიღო გამოცდაზე და არ ჩაუტარო გამოცდა. ათმაგად მკაცრად ჩაუტარე რომ ის არ მოკვდეს ხვალ. ქვეყანა აშენოს იმ ახალგაზრდამ. და არა შეცნიე უსინდისო პურის აღების შემდეგ მიღებული მოწმობით თავისი ცოცხლით განადგუროს და სხვისით თქვენ გქონია დღეს რომ თვითონ კეთილი გაუკეთეს მიწეს ადვილად გაატარეს. კომუნისტების დროსაც ასე იყო ბოლოს
რას უკეთებს დათური სამსახური ქვია ამას და დათური კი არა სიკვდილის სამსახური ქვია ამას სიკვდილისკენ უბიძგებს ახალგაზრდობას ესაა საშინელება და ჯერ ერთი ისეც არა მოდესრიგებული სად უნდა მოუხვიოს სად უნდა გააკეთოს ბევრი იშანი ისია დაკიდებული რომ იქ აღზრუნდება საერთოდ არა ინფრასტრუქტურებს და მოძრაობებს იმათაც არიციან სპეციალისტი არცად არ ყავს ქვეყანაში არის განუკითხაობა ყველა სფეროში და ყველგან ისეთ ადგილასაა ნიშნები რომ მე მეცინება მე რომელიც მხოლოდ მანქანაში ჩაჯდომა ვიცი და არა მართლა და მეუხვდები ასაკოვანი თალი რომ ესაა სულელის გაკეთებული და არა კომპეტენტური პირის მაგრამ ვინ აგებს პასუხს ჩვენ მხოლოდ ჩვენ ვზარალდებით კი მართალი ხართ დიდი მადლობა სხვათა შორის რამდენიმე კვირის წინ შუადღისას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა იმ უბანს, სადაც მდებარეობს ობიექტივი, ეს არის საბურთალოზე და მიცკევიჩის ქუჩაზე, რომ გავედი, გამორთული იყო იქაც და ყაზბეგზეც აბსოლუტურად ყველგან შუქნიშნები, რაღაც საოცრება ხდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში, ლამის ერთმანეთს ეჯახებოდნენ მანქანები, შემდეგ ქვეითად მოსიარულეები ვერ ხვდებოდნენ, როდის უნდა გადასულიყვნენ ზებრა გადასასვლელზე და საოცარი ქაოსი იყო. აგრეთვე ხშირია ფაქტები, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტა გავიგეთ ეს ხდება, პლუს ამას ხან წყალი არ არის, ხან ბუნებრივი აირის შეწყვეტა, ხან რაღაცა მოირყევა ხოლმე და რაღაცნაირად სისტემატური ხასიათი მიიღო ამან. როდესაც ჩვენ ვაფასებთ თვითმმართველი ორგანოების მუშაობას, მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა დავუჭიროთ მათ მეერებს, გამგებლებს თუ საკრებულოს დეპუტატებს მხარი, რომ აი მაგალითად მათი პარტია მოგწონს. არა, თვითონ რას აკეთებდა და ამ ხალხმა რა გააკეთეს გასული 4 წლის თუ 8 წლის ან ჯამში 12 წლის განმავლობაში, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ხმას ვაძლევთ. ზარია, გისმენთ? ეთერში ხართ, გამარჯობა. გისმენთ ყურადღებით. კარგით, არ არის კავშირი 557-88-55-88 უნდა გამკაცრდეს თუ არა მართვის მოწმობის გაცემის წესები, უნდა დაწესდეს თუ არა კონკრეტული ასაკობრივი შეზღუდვა, მაგალითად 20 წლამდე ან 25 წლამდე არ შეეძლოს ახალგაზრდას მართვის მოწმობის აღება. რაღაც გონივრული ასაკი უნდა დადგინდეს ყოველ შემთხვევაში. 16 წელი ეს არ არის ჩემი აზრით სწორი. ბავშვია 16 წლის ადამიანი. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. პირველ რიგში როგორ არის ეს ჩემო გარგო? დიახ. აუცილებლად უნდა დაიწიოს ასაკი. აუცილებლად. მერე მშობლებმა უნდა გაიგონ, რომ არ უნდა მისცემენ საჭე თავის შვილს სანამ ნორმალურად არ ჩამოყალიბდება ეს. სტანდარტიაო, აი ეს ერთ-ერთი ზარის ავტორმა თქვა ცოტა ხნის წინ და ეს სტანდარტი შესაძლოა სადღაც უცხოეთში მუშაობდეს, მაგრამ ჩვენს რეალობაში რაღაც კარგ შედეგს ვერ იძლევა. ჩვენ ცოტა სხვა მენტალიტეტის ხალხი ვარ. ჩვენ კავკასიელები ვარ და ცოტა უფრო ფიცხები ვარ. ხო და ჩვენთვის სტანდარტი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ცენზი, აი 22 წლისა, 21 წლისა, აი ეგრე. და მშობლებმა კიდე საჩუქრები არ უნდა გაუკეთონ, ოქროს საჩუქრები. ეგაც არ არის საჭირო, უნდა დაფიქრდნენ, რომ თავის შვილია შეიძლება რაღაც უბედურებას მოეწიოს. დიახ. კიდე ერთი და ყველაზე მთავარი მარტო პატრული ვერ შველი საგზაო მოძრაობა. რა თქმა უნდა, უნდა იყოს საგზაო მოძრაობის პატრული, რომელიც უშუალოდ გააკონტროლებს საგზაო მოძრაობას და ის ბლატნოი ნომრებიც დარბია 10,000 და 20,000 ლარიანი ნომრები რომ შედიან იმ ავტობუსის მძღოლებს რომ უქმნიან პრობლემებს აი ესეა კამერები უნდა იყოს და უნდა ამოიღოს და უნდა ნახოს და უნდა დაისაჯოს ერთხელ რომ დაისჯება და ორჯერ დაისჯება მესამედ აღარ იზავს მაგას მე ესე ვფიქრობ და აუცილებელია ეგა და აღარ იქნება ამდენი ხოცვაჟ ლეტვა გზებზე და მტრევა და მსხრევა კეთილი დიახ დაასრულეთ მადლობა რომ დაგვიკავშირდით
ფასიანი უნდა იყოს თუ არა პარკირება დიდ ქალაქებში, პატარა ქალაქებში მე მგონი არ არის ისედაც და სოფლებში არ არის ფასიანი. უნდა იყოს თუ არა ფასიანი, ვის ვუხდით და რატომ ვუხდით თქვათ ამ თანხას, რაც პარკირებისთვის არის გადასახადი. კი, დახაზული უნდა იყოს, მოწესრიგებული უნდა იყოს, ეს სახელმწიფომ უნდა იკისროს თავისთავად და მერიამ, მაგრამ აი რატომ ვუხდით? საყოველთაო სიკეთეა ეს ქუჩა, ყველასია. არავისი კონკრეტულად არ არის ერთი კაცი. რატომ უნდა ვაძლევოთ ფული, რომ მანქანა გავაჩეროთ ჩვენ სახლთან, ჩვენ სამეზობლოში ან ნებისმიერ ადგილას გარდა გამონაკლისებისა. ეს იქნება სამთავრობო უწყებები ან შეიძლება რაღაც ძალიან ცენტრალური ადგილები. ზარია, გისმენთ? აიო. გისმენთ? ერთი რაღაცა მაინტერესებს. დიახ. ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, რასაც ადამიანი აიღეს. ასაკია 80 წლის კაცი, დაეძახა 73 წლის კაცი. რაც მაშია, ასაკი მოდის იხებს იმას. რა არის? ქალბატონო, გესმით ჩემი ხმა? კარგით, რატომ გაგვიბრაზდით? ხომ შეგეძლოთ ეს ისედაც გეთქვათ, ოღონდ ყოველგვარი აღელვების და ბრაზის გარეშე. ჩვენ კითხვას ვსვამთ, თქვენს ხელშია პასუხი, რა თქმა უნდა. შეგიძლიათ ნებისმიერ სახის პასუხი გაგვცეთ, არავინ არ შეგზღუდავთ, აქ ნუ გაბრაზდებით, ძალიან გთხოვთ. გასაბრაზებელი კი არა, თქვენს ადგილას მე უფრო სიღრმისეულად დავაკვირდებოდი ამ საკითხს, რატომ ხდება ამდენი ავარია და რაშია გამოსავალი, ამაზე გვემსჯელა რომ გვებრაზდებით, არ ჯობია? 5-5-7-98-55-88 უნდა გამკაცრდეს თუ არა მართვის მოწმობის გაცემის წესები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ კითხვაა, ასაკობრივი ბარიერი უნდა დაწესდეს თუ არა. ახალგაზრდები 16-17 წლის ბავშვები ერთმანეთს შემდეგ ეჯიბრებიან ამ ავტომანქანით სწრაფად სიარულში. ხდება ძალიან ისეთი მძიმე ფაქტები. და აქედან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში, რომ ეს კითხვა დაისვას უბრალოდ. თორემ თუ თქვენ ვერ ხედავთ ამაში პრობლემას, მაშინ 5 წლის და 6 წლის ბავშვებსაც დავურიგოთ მაშინ მართვის მოწმობა. ზარია, გისმენთ? პრობლემას რო ხედავ, ვიდრე პრობლემას რო ბატონო, გისმენთ, ეთერში ხართ. ტელევიზორს გამოურთეთ ხმა გთხოვთ? ეხლავე, შემოწოლე, ეხლავე. გელოდებით. აი, სიტი პარკი რო დააბრუნოთ, უკან არ შეიძლება. ისინი უფრო ლოიალები იყვნენ, ვიდრე კალაძია დღეს არ. კიდევ ერთი რაღაცა, პრივილეგიური რო გააკეთა მძღოლები, სულს რო უშვებს თავის შექმნილ ხაზებზე და რაღაცაზე. როგორ შეიძლება ეგეთი პრივილეგიებიც იყოს, ესა რა ქვია? დიახ. ეგეთი პრივილეგიები დაყოს ზუსტად იმას სააკაშვილმა. და იმიტომ იყო ესეთი ამბავი, თორე აკუნა ესეთი ამბავი. როგორ შეიძლება პრივილეგიები ქონდეს სხვა და სხვა არ აქვს და ერთი თვითონ ხაზი რო დატოვა, იქით დააკეთ და დანარჩენი პრივილეგიური მანქანებს რო დაუწყო. შეიძლება ეგეთი რაღაცა. კი ბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის. სიტი პარკი დააბრუნეთ, ის უფრო მობიერი იყო, აი ნახევრად ხუმრობით თქვა ზარის ავტორმა და რაღაცნაირად მეც ვიზიარებ ამას, რომ უარესი თუ არა, არაფრით ნაკლები არ არის სიტი პარკზე ის კომპანია, რომელიც დღეს ოპერირებს თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული. ზარია, გისმენთ? ზარია, მაგრამ ლაპარაკო, შილებ ძრის გამოვედი. ტელევიზორს ჩაუწიეთ ხმა ბოლომდე. არ გვინდა გაგთიშოთ. სამწუხაროა ძლივს გამოვედიო ამბობთ და თან ტელევიზორი გაქვთ ჩართული და ვერ გაიგონებთ ასე ჩემ ხმას ტელევიზორში. რაღაც წამებით გვიანდება ხმა. ვიმეორებ რომ ტელევიზორს ხმა ბოლომდე თუ არ ჩაუწიეთ, ერთმანეთს ვერ გავესაუბრებით. ტელეფონში დაიწყეთ საუბარი, ჩემს ხმასაც გაიგონებთ, მეც გავიგონებ თქვენსაც და ეს ეთერში იქნება რა თქმა უნდა. და რამდენიმე წამში უკვე მოისმენთ ტელევიზორშიც, მაგრამ იქნებ გამოვიჩინოთ ეს დაკვირვება უფრო მეტი და მივხვდეთ რატომ ხდება ეს. ჩვენი ობიექტივის სიგნალი ჯერ კოსმოსში მიდის, უბრალო ენით რომ ვთქვათ, კოსმოსიდან ბრუნდება ისევ დედამიწაზე და ვრცელდება მთელ საქართველოში, სახლის ანტენებზეც, საკაბელოებზეც და ასე შემდეგ, რადიო სიხშირეებს. და ამ ყველაფერს სჭირდება რამდენიმე წამი დრო. ამიტომ ჩვენი მაუწყებლობა კი პირდაპირია, მაგრამ თქვენს ტელევიზორამდე შეიძლება რამდენიმე წამით დაგვიანებით მოვიდეს სიგნალი. ამიტომ ტელეფონში მესაუბრეთ, გავიგებთ ერთმანეთისას იქ უფრო მარტივად. ზარია, გისმენთ? მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში სამშვიდობო.
ამ გაუძლებელ ოჯახებს. ხმამაღლა ისაუბრეთ ქალბატონო, დიახ. დიდი მწუხარების მისამართის ახალგაზრდების გადაცვალებას მართლაც გასაცდა მთელს საქართველოს. დიახ. ბატონ ლევან კაჩიჩუაძის გადაცვალებას, ბატონ მამუკა ჩატიანის გადაცვალებას დიდი მწუხარების მისამართის ოჯახებს. დიახ. ეხლა რაც შეეხება გამკაცრებას ნამდვილად მე რომ მკითხავ 25 წლამდე არ უნდა იყოს ეს მაფიის გაცემა. როგორც ვისწრებთ სტუდენტები და აი მათი დაღუპებიან და აი ასეთი უნდა შემოვიდეს კანონი. დიახ. ძალიან არის მომაყებული მეთო დაიფიქრენი ქვეყანა. არ შეიძლება და ყველაფერი და კანონის ფარგლებში მოიწესდეს კანონისები და დავით ძალიან მღერვარ. მადლობთ ქალბატონო, თქვენ რომ დაგვიკავშირდით. მაგალითად, ასაკობრივი შეზღუდვა სხვადასხვა სფეროში არსებობს, მაგალითად, კანონმდებლობით დადგენილია, რომ მოქალაქეს, ვინც ჯერ არ გამხდარა 25 წლის, კაზინოში შესვლის უფლება არ აქვს, მათ შორის საქართველოში. ესე იგი, ასაკი საჭიროა დადგინდეს, იმიტომ რომ ახალგაზრდა, მით უმეტეს არასრულწლოვანი, ემოციურია, უჭირს ბრძნული გადაწყვეტილებების მიღება, იმიტომ რომ გამოცდილება ჯერ ბოლომდე არ აქვს შეძენილი და დაგროვებული. თუმცა უამრავი ჭკვიანი და განათლებული ახალგაზრდა გვყავს ჩვენ და გვეამაყება ახალგაზრდობა, მაგრამ გამოცდილების ნაკლებობა არსებობს და ამიტომ ხდება ეს, რომ შეზღუდვა წესდება ასაკის გამო. წელიწადში დაახლოებით 5600-დან 6000 ავარიამდე ფიქსირდება საქართველოში. გარდაცვალების რაოდენობა 480-მდე, შესაძლოა ოდნავ ნაკლებია ზოგ წელს უფრო მეტი, მაგრამ ეს საშუალო მონაცემებია. დაშავებულთა რიცხვი კი 7000-დან 8000-მდეა წლიურად. მძიმეა ამის მოსმენა. სარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ჩემი აზრით არის მის კარგად გაიმეორეთ ხმამაღლა. არის მის კარგად, მშობელზეა პასუხისმგებლობაო, ამას ამბობდით თუ არ ვცდები და მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღებაო. კი, ესეც არის რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც კანონიც აძლევს უფლებას ახალგაზრდას, რომ მანქანად შეიძინოს და ამას დამატებული მართვის მოწმობა აიღოს, აქ მშობელს ხანდახან უჭირს მაგალითად საკუთარი არასრულწლოვანი ან გნებავთ სრულწლოვანი შვილის გაკონტროლება. სარია, გისმენთ? დიახ. ეთერში ხართ, ტელევიზორის ხმა გამორთეთ თუ შეიძლება. გამარჯობა. ბატონო, ძალიან კარგი გადაცემა გაქვთ. არც რა უნდა იყოს საკონგრესო შეზღუდვა, რა თქმა უნდა, და ვეთანხმებით პატრული ვერ გაუგით ახლა. არ ყოფნის პატრული. აი რო დაიჭეთ მანქანაში და გაიაროთ, დაახლოებით 10-20 კილომეტრი, იმდენ დარღვევას ნახავს მეტი როა შეიძლება. დიახ. მე მომხრევა პარული პატრულება გახორციელდეს. პარული. მანქანა უნდა მიდიოდეს დავიცი, ისდეში გადამღები, აფიქსიროს იმ მანქანის დარღვა, რომელიც გარბი, დიდი სიჩქარით, ხერხულა ხალხ რომელიც პეთავს, მიუდეს დიდი ჯარიმები. რა არის ეს 10 ლარიანი ჯარიმი? 10 ლარიანი ჯარიმა რა არის? ხა ფული აქვს ჯიბეში. იხდის ამას. მაგრამ ვიღაც გაჭერებულზე ღუმავს. აი ესე არის. განსაკუთრებით კიდევ ეს უკუღმართი მანქანები ვარ მარჯვენარულიანები. როგვები დადიან ძირითადად. აზიანებია კიდაღამ გაგჩეხა 4 ადამიანი. ეხლა და კეთდაგვიწყოთ ხო? მიზან შეწონილად მიგაჩნიათ? არ არის. უმარკოს პარული პატრონი. გესმით ჩემი ხმა? დიდი ჯარიმები. კარგით, გავიგეთ, მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. საცობებთან დაკავშირებით რა გამოსავალს ხედავთ თქვენ მაგალითად? ძალიან მძიმე პრობლემაა ეს, საათობით უწევთ ხოლმე ავტოტრანსპორტის მძღოლებს და მგზავრებს ლოდინი, რომ ერთი ადგილიდან მეორეში მივიდნენ საქართველოს დიდ ქალაქებში, ასეთი რამ ხდება. ჯარიმები ახსენეთ და ჯარიმები არის თუ არა სამართლიანი და ადეკვატური ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი წერილი მოგვივიდა
წინა თვეებში უფრო აქტიურად, რატომღაც ახლა ასე ხშირად არ მოდის, იმიტომ რომ მთავრობასაც ჭკუა აქვს ცოტა არ იყოს ნახმარი, არჩევნები ახლოვდება და არ უნდა რომ ხალხი გააბრაზოს და ამ ჯარიმებსაც ცოტა ნაკლებს წერს ახლა შედარებით. გარემოვაჭრეებსაც ნაკლებად ებრძვის და ბევრ საკითხებში შეარბილეს, ასე ვთქვათ, პოლიტიკა არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ ხელახლა დაიწყება ყველაფერი ეს გამოცდილი გვაქვს ჩვენ 10 წლეულების განმავლობაში. ზარია, გისმენთ? ბატონო ილია, გამარჯობა. გამარჯობა. ასაკობრივი ზღვარი ამოცილებლად უნდა დიახ. დადგინდეს, რომ ეს უნდა იყოს 20-21 წლიდან, რომ დიახ. განაგრძეთ გვესმის? ხო. აი გზაში მივდიოდი. დიახ. და მაქანა არ მატარებ, შუქები აუნთე. და ხედავ რომ ტელეფონში მესიჯობს რა, თორემ გოგო. მერე სიგნალი მივეციდა. რო გავუსწორდი. გადმოყო ხედი და შენაკითი მიჭვენა. პატარა გოგო, თავხედი ვირასა უძრდელი, ხო? ახლა რა შეეხება city parks და ამ პარკირება უნდა იყოს თუ არა ფასიანი? 11 ლარი თურმე ბევრი ყოფილა და დაგვიქცია ქვეყანა city park-მა, ეს საიდან არის? კეთილი. დაამატებთ რამეს? რატომღაც არ არის კავშირი, ალბათ რაღაც ხარვეზი იყო, მაგრამ გავიგეთ თქვენი სათქმელი. მადლობა რომ დაგვიკავშირდით. 5-5-7-88-55 უნდა გამკაცრდეს თუ არა მართვის მოწმობის გაცემის წესები, უნდა დაწესდეს თუ არა ასაკობრივი ბარიერი. გისმენთ, გამარჯობა. ილია, გამარჯობა. მოგესალმებით. მე ვუშაობ ბეტონის მანქანა. დიახ. ესე იგი ზაგესიდან დღეში ხან 5 რეის ვაკეთებ ჯიქიაზე, ქალაქში იქ. მე დავარქვი ამათ ჯრომიალები, რომლებიც ძალათას შედავენ მოძრაობა. მაღლიდან გადავყურა, ყველა ტელეფონი უჭირავ კატლეტივით ხელში. აი ეს ღუპავს სხვასაც და თავსაც იღუპავენ. ჩემი მანქანიდან ისეთი კარგად აჭას, რომ აი ვერაგილა და ისეთ რაღაცას მიჩალიჩეს, უსვა ჩაგიძლობა წინადან ბეტონი დატესული მანქანა, რომელიც არის 35 ტონა. მეტი კიდე. დაჩია რამდენი კუბია. რეაგირება ამას ისეთი მანევრირება არ აქვს. აქეთ გადმოვლენ და ხელებს გიქნევენ. ეს იყო მაღალხარისხიანი ხალხია, გაწო ზანგის გახმარი მანქანებში რო შეხედა. რაღაცებს ჩამოიყვანენ, მიაკეთო, შეუნა დაუთმო ყოველთვის. უნდა გადახვიდეს. რადიოს ან ტელევიზორს დაუწიეთ, გთხოვთ, რაღაცნაირად ხმა ბრუნდება და ხო და აი ესეთი საერთოდ უნდა იყოს თუ არა პარკირება ფასიანი ამ ტექ დათვალიერებების სისტემამ, რომელიც კორუფციის ბუდედ იქცა, რა მოუტანა ქვეყანას კარგი? არაფერი, არაფერი. სულ ჩხუბი გვაქვს, სულ ომი გვაქვს გზაზე. შეუგნებელი, მე ყველას ვერ ვაკადრებ. არიან ძირობიანი ახალგაზრდები. დიახ. ქალები ასაკადრულობენ, ქალები. ან ქმრები არ აყავთ. ან ბავშვიანები. კარგით, გავიგეთ უკვე. მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით და თქვენი სათქმელი ბრძანეთ. ვიმეორებ, ვინც ახლა შემოგვიერთდა და ცოტა ხნის წინ კადრები იყო, რომ გუშინ საღამოს მოხდა ტრაგედია ქობულეთი ბათუმის დამაკავშირებელ შემოვლით მაგისტრალზე, აი ეს კადრებია. 4 ახალგაზრდა დაიღუპა. ძალიან მწუხართ ამის გამო, ვუსამძიმრებთ ზუგდიდელებს, ოჯახებს, ზუგდიდელები იყვნენ ეს ბავშვები, მთელ საზოგადოებას მთლიანად. ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი და 3 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, ვლოცულობთ რომ ისინი გამოჯამრთელდნენ. მორიგი ზარია, გისმენთ? მე მოგესალმებით და ძალიან ვიზიარებ ამ ტრაგედიას და საშინელებაა და ისიც რისი თქმა მინდოდა. ერთი პერიოდი 5 წლის წინ ძალიან მომწონდა, კარგად მოძრაობდნენ ავტომანქანები და ეხლა ისეთი გაბოროტებულები არიან. გადადი ზებრა გადასასვლელზეც კი. ესე იგი ხელი თუ არ გააჩერე, პირდაპირ გადაგივლიან. ერთხელ იყო შემთხვევა, რომ აი დაგვეჯახა და ღვთისმადლით გადავრჩით, აი ზებრა გადასასვლელზე და როდესაც უწესებენ რეგულაციას, აი და ჯარიმებს უდგენენ ფეხით მოსიარულე.
ფიქრობთ კი არა უსასტიკესი უნდა იყოს ჯარიმები ამ მანქანების მიმართ. საშინელი მდგომარეობა მე ვარ თვითონ და დედა ჩემი მსხვერპლი ამისი რომ ზებრაზე ღვთისწყალობით და მადლით გადავხდით. თან ისეთ ადგილას სადაც სკოლის პირდაპირ სადაც უნდა დადიოდეს ძალიან ფრთხილი ნაბიჯით მათ თქვა მაპტეთ ისე ვარ აღშფოთებული რომ არა მადლობა რომ დაგვირეკეთ და ეს გითხარით არის ეს პრობლემა არსებობს რეალურად ძალიან ჭარბი რაოდენობით არის დიდ ქალაქებში ავტომობილების რაოდენობა რაც იწვევს ამ წარმოუდგენლად გრძელ საცობებს ხარისხი ფუჭდება ჰაერის რა თქმა უნდა და ამავდროულად ადამიანებისთვის სათანადოდ კომფორტული არ არის სახელმწიფო ტრანსპორტი. ხშირად დასაჯდომი ადგილი არ არის ავტობუსში დადგომა კი როგორი მოუხერხებელია ყველა მიცის ვისაც უმგზავრია მეტროში არ არის სათანადო პირობები იმ თვალსაზრისით რომ ბევრი სადგური დაზიანებულია საერთოდ და ადამიანს ეშინია რამე არ ჩამოვარდეს და დაეცეს ესეთ მდგომარეობაშია. კი რაღაცა ცდილობს ახლა მერიის სამსახური რომ ვარკეთილის მეტრო მე-12 წლის თავზე ქართულმა ოცნებამ მოიფიქრა რომ ეს ერთი მეტროსადგური მაინც შეაკეთონ იქნებ ქვედა ტერიტორია და არა ზედა შელამაზება მხოლოდ შესასვლელისა. აი ეს პრობლემები მოსაგვარებელია ნამდვილად. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია ეს. უნდა წახალისება მოხდეს, ვეთანხმები ერთ-ერთი ზარის ავტორმა თქვა რომ სახელმწიფო ტრანსპორტით უფრო მეტი ადამიანი უნდა დადიოდესო და ამით განიმუხტებოდაო ეს საცობებიო. კი, ასეა, მაგრამ ადგილი არ არის ამ ტრანსპორტშიც. დასამატებელია ავტობუსები, მარშრუტკებს რომ ეძახიან მინი ავტობუსები, ანუ დასამატებელია ეს და მოსაწესრიგებელია უფრო მეტად. თუმცა შედარება არ არის, ახლა უნდა ვთქვათ ობიექტურად ისიც რომ ბოლო წლებში უკეთესობისკენ გვაქვს საქმე, შემოვიდა ისეთი ავტობუსები, ვიყიდეთ დიდი ნაწილი ზოგიერთი ევროპამ გადმოგვცა თუ არ ვცდები, სადაც კონდიციონერიც კი არის. მაგრამ ცოტა ამ ავტობუსების რაოდენობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ვასრულებთ დღევანდელ ჩვენს ეთერს, ბოლო ზარს მივიღებთ და შემდეგ დაგემშვიდობებით. გამარჯობა, გისმენთ. ილია ესე მეგიტახირდებით. დიახ, გისმენთ ბატონო. აი წელიწადში 6 თვეში ჯარიმების რაოდენობა იყო 46 მილიონი. ესე იგი წელიწადში მილიარდი უწევს. ხო გადასახდები. და მარტო ჯარიმებზე. უზარმაზარი თანხა მოაქვთ ამით. განაგრძეთ ან ტელევიზორს გამოურთეთ ხმა. კარგით, ნუ აი ტელევიზორი როგორ გვიშლის ხელს, როგორც ჩანს ახალი მაყურებლები და რადიო მსმენელები, ვინც გვემატება ხშირად, ამ თხოვნას არ ითვალისწინებს. ამიტომ ჩვენც არ გვეზარება ხშირად შეგახსენოთ. მადლობა ყურადღებისთვის, ილია ჩაჩიბაია ვუძღვებოდი დღევანდელ გადაცემას.